თქვენ რაღაც ცხოვრების პერიოდი გაგიტარებიათ ბათუმში. კი, 6 წელი. გასაგები ახლა ვიცი რომ მოღვაწეობდით და რაღაც, ბათუმში ნამდვილად არ მქონდა თავისუფალი დრო. გავხსენი ჩემი საკუთარი კომპანია, მუსიკალური ცენტრი, საკონცერტო კომპანია BMC, ბათუმის მუსიკალური ცენტრი და მისი გენერალური დირექტორი გახდი. მყავდა მოადგილე ილია ჩუტლაშვილი, მომღერალი ბიჭია, თბილისელი ისიც სხვადასხვა არაჩვეულებრივი ერთგული მეგობარი და მყავდა მძღოლი ჩემი ერთი და ბუღალტერი. ეს იყო მთელი ჩემი კომპანიის შემადგენლობა. ძალიან ბევრ ღონისძიებებს. თბილისის მაყურებელს რით გაახარდა თუ ახლოს მომავალში ფილარმონიაში სეზონის გახსნას? გავს რაიმე დაგეგმილი? დაგეგმილი აუცილებლად. ისეთ ჩემთან ერთად მე არ დავამთავრე საუბარი, მუშაობ სამგანად ჩემს დაღამაზე, ჩემს ისინი დაღამაზე. გახლავთ ილია ჩუწლაშვილი, რომელიც სამწუხაროდ არ არის თქო, მისგას და ის მოვიდა. მშვიდობა. გაიხარე ეს ხარ, ეს შეიძლება არაფერი არ შეეძლება. აი ესენი მიმშვენებენ დღეს.